სოლომონ, ჩემო ძმაო, შენ ხედავ თუ რა დღეშია დღევანდელი ქართლ-კახეთი, თუ როგორი გაუბედურებული აღამ ახმად ხანის სასტიკი გადაწყვეტილებების შემდეგ. დიახ, ბატონო ერეკლე, ნამდვილადაც ასეთი ვითარება. ძალიან ჩაფიქრებული ხართ, ხომ არ დაგეხმაროთ? გაახილე თვალები ჩვენს ირგვლივ მყოფ ქარიშხალზე. ოსმალები ლაშქრობენ დასავლეთიდან, სპარსელები სამხრეთიდან. შენმა რჩევებმა ბევრჯერ გადაარჩინა ქვეყანა, მაგრამ მე უკვე მოხუცი ვარ. ჩემი მმართველობის პერიოდი ამოწურულია. მე ჩემ მეფობის წლებში ძლივს გავაერთგულე ქართველთა ერი, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც როგორ გამცეს ჩემ ხელში გასდილმა შვილებმა. ბატონო ერეკლე, რას ფიქრობთ, რა გაქვთ ჩაფიქრებული? როდემდე შეიძლება ვიდგეთ მარტო გაყოფის, დანგრევის მოლოდინში ეს პატარა და ციცხნა ერი? აღამ ახმად ხანი არ გაჩერდება, ბოლომდე დაგვარბევს. ასევე აღამ ახმად ხანთან ერთად ლეკებიც და ოსმალებიც წამოყოფენ თავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის არის, რომ ჩვენ შიდა ომები ბოლოს და ბოლოს დაგვანგრევს. ეს ყველაფერი მე ვიცი, ბატონო ერეკლე, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებ. ჩვენი მტრები ჩვენთან შედარებით ძალიან ძლიერები არიან. ფიზიკურად ვერასოდეს მოვერევით. მე დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ შევუერთო ქართლ-კახეთი რუსეთს. რუსეთს ყავს ძლიერი მეფე, ბრძენი და ქველი და ჩვენ ასევე გაგვაჩნია ერთიანი რელიგია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. სულს რომ მივცე ჩემი მემკვიდრეობა ქართლის კეთილდღეობის და სიმშვიდის ნაცვლად. რას ლაპარაკობთ ერეკლე, არ მესმის, რატომ იღებთ ესეთ სასტიკ გადაწყვეტილებას? როგორი დაცვის გარანტი არის ეს გადაწყვეტილება, როდესაც დაცვა ბორკილებში გადაიზრდება? სპარსელები ხარკს ითხოვდნენ ოსმალების სისხლს, მაგრამ რუსეთი წაგვართმევს ჩვენ სულს, ჩვენ მიწას, ჩვენ თავისუფლებას. ვიცი გიკვირს, ჩემო ძმაო, მაგრამ ამჟამად ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. მე შენი აზრით ეგ არ ვიცი? არ მოგბეზდა ყოველდღიური ომები? რა დღეს ჩვენი თავისუფლება თუ ისედაც დაგკლავენ? ჩვენი ხალხი დახოცეს, სად იყო დახმარება დასავლეთიდან? არ იყო. ჩვენსა და უბსკრულს შორის კედლად ამჟამად რუსეთი დაგვიდგება. ბატონო ერეკლე, მე არ მსურს არავის დაუჩოქო. საქართველო თავისუფალი იყო და ისევ თავისუფალი უნდა დარჩეს, ან გაქრეს. მე ძალიან მიკვირს თქვენი გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენ ძალიან ბრძენი ხართ და რასაც თქვენ გადაწყვიტავთ, ვიცი, რომ ქვეყნის სასიკეთოდ ხდება.